ბავშვებში ანესთეზიის სერვისის გაწევა კი დაკავშირებულია ბევრ ფაქტორებთან და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დაკავშირებულია სიყვარულთან. ისე როგორც ყველა საქმეში, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. თუ არ გიყვარს ბავშვებთან თამაში, იგივე ელემენტარულად პამპერსის გამოცვლა, მათი დაჯუჯნა და ასე შემდეგ, ცოტა რთულია შეგიყვარდეს ეს საქმე, რომელიც საბუზემში შენს პროფესიად იქცევა. პირველი შეხების წერტილი ეს არის მშობლის თვალები. როცა შენ შედიხარ პალატაში, შედიხარ განყოფილებაში და პირველ რიგში შენ ესაუბრებ მშობელს, რომ შენ გაგყავს მისი პატარა, მისი ანგელოზი და მისი სამყარო საოპერაციოდ. სანამ ჩვენ დავიწყებთ მშობლებთან საუბარს, სანამ ჩვენ ჩავალთ პალატაში, შევალთ პალატაში, მეტნაკლებად მშობლები უკვე მომზადებულები არიან. ვინაიდან მათი ჩართულობა ჩვენი ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლების, ოქროგოგოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გვიოლებს საქმეს. ელემენტარულად ამაღლებულია ცოდნა და შეგნება იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. თუ პაციენტის ასაკი იმისთან, რომ მასთან კომუნიკაცია სათამაშოებით ყარდება და ეს არ არის შვილი ბავშვი, ბავშვმაც იცის, რომ მან შეიძლება ექიმმა ნემსი გაუკეთოს, მან შეიძლება რაღაცა ინჰალაცია გაუკეთოს და პატარა როდესაც მიყვავს საოპერაციაში, ყოველთვის, ერთი წლიდან ზევთ ასაკში, თუ პაციენტს სურვილი აქვს, მისი მშობელი მის გვერდით არის. ის მონაწილეობს იმ პროცესში, რასაც ანესთეზია ქვია. რა თქმა უნდა, საქმეა საწყის ეტაპებში. დედა ან მამა მასთან არის, ელაპარაკება, ესაუბრება, ეუბნებათ როგორ უყვარს, ასე შემდეგ და ეს პროცესი ბევრად უფრო უმტკივნეულად მიმდინარეობს. ძალიან სახალისო იყო ერთი ისტორია, როდესაც ასე ვთქვათ, ეს სფერო ვითარდება, ბევრი პრობლემა ილახება და უცბად მე შევდივარ დაწესებულების ხელმძღვანელთან და ვეუბნები, რომ მე მჭირდება მანქანა, რომელიც დადის დისტანციური მართვის პულტით. დირექცია მიყურებს გაუგნებული, რომ ამდენი პრობლემა გვაქვს. და უცბად ანესთეზიოლოგი ითხოვს, რომ მას სჭირდება დისტანციური მართვის პულტიანი მანქანა. ეს იყო შოკი. მშობელმა მითხრა, რომ ეს ბავშვი არაფერს არ აკეთებს ამ მანქანის გარეშე. მაშინ წავიდით მანქანით. ისე შევიდით საოპერაციოში, რომ ბავშვს არც კი უტირია, ძალიან ბედნიერი, რომ მას დავთვით ნება, რომ საოპერაციო შესულიყო.